მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ტუტორიალის მეორე ნაწილი, როგორ გადავაყენოთ Windows-ი და წინა ვიდეოში ჩვენ როგორც გვახსოვს და როგორც იცით, შევქმნით ISO ფაილი Rufus-ის გამოყენებით გადავწერეთ ფლეშკაზე და ჩვენ გვაქვს ესე იგი გამზადებული ფლეშკა, რომელზეც წერია ჩვენი Windows-ის საინსტალაციო ფაილი. ეხლა მოდის უკვე უშუალოდ გადაყენების პროცესი და რაღაც დეტალები რაც მინდა რომ გავიაროთ. წინა ვიდეოში გითხარით რომ პატარა ახსნას გავაკეთებდი GPT-ზე და MBR-ზე და ეგ ახსნა ეხავე გჭირდებათ რა. მოკლედ დისკი შეიძლება რომ არსებობდეს ორი ფორმატით, ან GPT ფორმატით, ან MBR ფორმატით რა. მოდი ნოტპადს გავხსნი, ცოტა უფრო ადვილად დავხსნი. ანუ არის ერთი წამი ფონტს ავიღებ ცოტა დიდს. არის MBR და არის GPT და არის მესამე რაღაც კიდე UEFI, ესეც საგჭირდება რომ ვიცოდეთ. მოკლედ, MBR და GPT რა არის? ადრე როცა კომპიუტერები შეიქმნა, თავიდან დისკის დაფორმატების ერთ-ერთი ფორმა იყო და დისკის ტიპი იყო MBR მხოლოდ. ოღონდ ერთი შეზღუდვა ჰქონდა, რომ 2 ტერაბაიტზე მეტს ვერ დატევდი რა ინფორმაციას, ანუ MBR-ში თუ ჰქონდა დისკი 2 ტერაბაიტის ზევით მთელ დათას კარგავდი, მთელ ინფორმაციას კარგავდი და ეხლა რახანავე 25 წელია და ბევრი წელია უკვე GPT არსებობს მაინც, MBR აღარ იყო ესეთი ხელსაყრელი, იმიტომ რომ 2 ტერაბაიტიანზე ბევრად უფრო დიდი ვინჩესტერებიც და SSD-ებიც გამოვიდა, ხო, არის 12-48 ტერაბაიტიანებიც კი. და GPT მაგ პრობლემას გიხსნით, ანუ GPT ცოტა უფრო ახალი გამოგონებაა, დაახლოებით 10 წლის იქნება, ან ცოტა უფრო მეტის არ მახსოვს ზუსტად. GPT არის უფრო ახალი და ანუ აი ამ შეზღუდვას გიხსნით რა, მეხსიერება შეგიძლიათ რამდენი ტერაბაიტიანი ვინჩესტერიც გინდათ აიღოთ. და გამოიყენოთ ან SSD რა, ანუ ეგ შეზღუდვა მოგიხსნათ. ეხლა რატო აქ ამას Windows-ის გადაყენებისთვის მნიშვნელობა და UEFI რა შუაშია? მოკლედ, თუ თქვენ დისკი არის GPT ფორმატში, UEFI-ს შეუძლია მხოლოდ აღქმა. და UEFI რა არის? კომპიუტერს ზოგადად აქვს BIOS-ი და ეს BIOS-ი ადრე იყო მართლა პირობითად სახელი რქვა BIOS-ი და მერე დააპგრეიდდა, ანუ როგორც MBR-ის შემდეგ შეიქმნა GPT, ეგრე შეიქმნა ჩვეულებრივი BIOS-ის მერე UEFI BIOS-ი. ანუ UEFI-საც ეძახიან ცალკე რა და ანუ GPT-მ რო იმუშაოს სჭირდება UEFI. და კიდე ერთი კრიტერიუმი რაც არის რომ GPT იმუშაოს 64 ბიტიანი უნდა იყოს აუცილებლად hardware-იც და საინსტალაციო ფაილიც რა ყველა ვარიანტში. ესე რომ ეგ გაითვალისწინეთ და ჩვენ ახლა მე წინა ვიდეოში რომ გავაკეთებ, ანუ ფლეშკა გავაკეთე GPT ფორმატში. თუ დააკვირდით, იქ რო გითხარით აუცილებლად GPT-ს ვირჩევ მეთქი, იმიტომ რომ MBR არის მოძველებული და GPT უფრო თანამედროვე ახალგაზრდაა და უფრო მეტი ფიჩერებიც აქვს. და ზოგადად UEFI-ის BIOS-საც უფრო მეტი ფიჩერები აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ძველ BIOS. თქვენ შემთხვევაში შეიძლება დისკი იყოს ესეთი ფორმატისაც, შეიძლება გქონდეთ UEFI ჩვეულებრივი BIOS-ი და მოკლედ თქვენ პრეფერენსს უნდა მოარგოთ რა, MBR-ზე ჩაწერთ, GPT-ზე ჩაწერთ, დისკს როგორ, ანუ ფლეშკას როგორ აირჩევთ და ასე შემდეგ, ანუ თქვენს სისტემაზე ეგ დამოკიდებული რა. ეხლა ვნახოთ ჩემი кейსი, აგერ მაქვს დისკები ხო, C დისკი მაქვს, D დისკი მაქვს, E და New Volume F. მოკლედ, ეს არის დისკი, სადაც მე მინდა რომ Windows-ი ჩავწერო. ანუ ეს კი არის ჩემი თავარი დისკი, ეხლა არითიც წერ ვიდეოს და რაღაც, მაგრამ სატესტოთ ვიდეოსთვის დავამატე ერთი SSD 250 გიგაბაიტიანი, სადაც მინდა რომ გაჩვენოთ, როგორ უნდა ჩაწეროთ Windows-ი ზედ რა. ანუ მაგისთვის დავამატე ეს და ჩვენ როგორც ვიცით, ფლეშკა გამოვიყენეთ GPT ფორმატში და მოდი ახლა შევამოწმოთ ეს რა ფორმატში არის, იმიტომ რომ სანამ გადაყენებას დაიწყებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა ფორმატშია თქვენი ყარი დისკი ან SSD, სადაც აპირებთ ჩაწერას, რომ დაემთხვეს ფორმატები, თორე არ შეგიშვებთ, ანუ არაფერი არ მოხდება რა. ამიტომ ახლა შევიდეთ და ვნახოთ, გასწავლით მაგასაც, როგორ უნდა ვნახოთ რა ფორმატში არის თქვენი დისკი. აი ეგ სტარტის აიკონს დააჭერთ, მარჯვენა ღილაკით, ანუ მარცხენა ღილაკით ხო პირდაპირ იხსნება, მარჯვენა ღილაკს დააჭერთ, აი ესე და ჩვენ გვინდა disk management. აი აქ შეხვალთ. disk management-ის ტაბში. აი აქ. აი აქ შეხვალთ და გაგიხსნით აი ესეთ ფაილს. ფანჯარას ბოდიში, აქ არის ჩვენი ყველა ვინჩესტერები, ესე იგი, ჩემი თამაშების დისკი, ჩემი ერთი SSD, მეორე SSD და მესამე ვინჩესტერი.
აი ეს არის Winchester-ი მესამე ერთი ეგეთიც მაქვს რა. მოკლედ, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს დავადგინოთ ტიპი, რომელიც არის აი ეს ხო, ამის ტიპის დადგენა გვინდა. აი ეს new volume F-ი რო არის, რა ტიპის არის, MBR-ია თუ GPT? ეგრე ვერ გაიგებთ მარტივად რა. ამიტომ ეხლა ჩახვიდეთ 227 გიგაბაიტიანი და თავისუფალია ხო საერთოდ. ეგეთი გვაქვს აი ეს 227 გიგაბაიტი და ეს ლურჯი ხაზი არის. ასევე ეს არის ისეთი თავისუფალი დისკი. F-ი. აი თუნდაც აქაც რო შეხედოთ new volume აწერია F-ი და აი free space თავისუფალი ადგილი, ანუ free მთლიანად არის თავისუფალი ეს დისკი. ანუ მივხვდით რომ აი ეს ბოდიში სად ვიყავით ხო? აი ეს დისკი new volume F-ი აი აქ ჩვენ disk management-ში არის აი ეს. აი აქ. ეხლა ნახეთ რა ხდება. რო დავადგინოთ რომელი ტიპის არის, ანუ აი აქ disk 2-თან აი აქ გვეგასწრევ, დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს და property-ში შევალთ, property-ში და ბოლოში გადავალთ volume-ებში. აი აქ generally policies და volume-ებში შევალთ და აი აქ წერია master boot record, ანუ MB არის. ანუ ჩვენ გამოგვდის რომ ხა flash-კამე მაქვს GPT რეჟიმში და ეს დისკი არის MBR რეჟიმში. ამიტომ ამას შეიძლება კონვერტაცია, თორე თუ ამის კონვერტაცია მე არ გავაკეთე, აზრი არ აქვს, ვერ ჩაწერთ Windows 3-ზე რა, არ გაგიშვებთ. აი მაგალითად სხვა დისკი რო გავხსნა, აი ეს პირველი სადაც ეხა მე Windows-ი მიწერია, ხო? აი ეს დისკი, ჩემი რაზეც ეხა Windows-ი მიწერია, აქ რო შევიდე და რო გადავიდე volume-ებში, ეს MBR ყოფილა GPT მახსოვდა რატომაც. ნუ კაი, რა მნიშვნელობა აქვს. რომელიმე დისკი თუ არის ესე ვთქვათ GPT რეჟიმში, ესეც MBR-შია, GPT რეჟიმში თუ არის პირდაპირ შეგიძლიათ ჩაწერა რა და წინაღ შემთხვევაში სჭირდება კონვერტაცია. მოკლედ, რადგან ეს არის ჩვენ დისკი და აქ გვინდა ჩვენ რო ჩავწეროთ Windows-ი და Windows-ი გვაქვს ჩაწერილი GPT ფორმატში და გვინდა ხო და გვინდა რომ ესეც GPT-ში იყოს, აი აქ დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს, უკვე აი ამ მხარეს, აქეთ კი არა ნაცრისფერი სადაც არის ძალიან თეთრ მხარეს დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს და უნდა წავშალოთ რა. delete volume უნდა გავუკეთოთ. ანუ არაფერი არ შეგეშინეთ, უბრალოდ დაფორმატებისთვის და ყველაფერთვის არის საჭირო. ანუ ვაჭერთ delete volumes და გაითვალისწინეთ, რომ ყველანაირი ინფორმაცია ამ დისკზე რა თქმა უნდა დაიკარგება. და თუ კიდე რამე გაქვთ ისეთი ფაილი ამ დისკზე, რომელზეც Windows-ის ჩაწერას აპირებთ, აუცილებლად შეინახეთ. ეგ გაითვალისწინეთ რა. და ეხლა ნახეთ, კაი რაღაცას გეტყვით. მაგალითად თქვენ გაქვთ, აი მაგალითად ეს არის 1 ტერაბაიტიანი Winchester-ი და დაყოფილი გაქვთ ხო? CD და E დისკებად და ასე შემდეგ რა. შეგიძლიათ რომ ცალკეული დისკი დააფორმატოთ. ეხლა მე ყველა Winchester-ი და SSD რაც მაქვს შეერთებული ერთ დისკად არის, მაგრამ თუ იქნება გაყოფილი, მაგალითად ეს იქნება 500 გიგაბაიტად დაყოფილი რა და მეორე 500 გიგაბაიტში გაქვთ ინფორმაცია შენახული. შეძლებთ რომ მარტო ის 500 გიგაბაიტი ერჩიოთ, რომლის დაფორმატებაც გინდათ ერთ სიტყვით. მაგაზე პრობლემა არ არის რა. ამიტომ ეხლა შევიდეთ ჩვენ აქ და delete volumes დავაჭიროთ. ეს გავთხილებთ რომ ყველაფერი წაიშლება და დაფორმატდება. გვაწყობს ეგ ამბავი. და всё. დაფორმატდა, წაიშალა volume და აგერ გვაქვს ახალი საერთოდ გამქრალი ესე უჩინარი დისკი, რომელზეც გვინდა რომ ჩვენ Windows-ი ჩავწეროთ. დაიმახსოვრეთ, ამას ვაკეთებთ მხოლოდ ის შემთხვევაში, თუ flash-კაზე ჩაწერილი ფორმატი და დისკის ფორმატი არ ემთხვევა ერთმანეთს. ეხლა როგორ გადავაკონვერტიროთ GPT-ზე? აგერ ვაჭერთ ისევ მარჯვენა ღილაკს ვაჭერთ და new simple volume. ან იდეაში შეგიძლიათ new simple volume-ის გარეშეც, ანუ პირდაპირ არის ხედავთ, ანუ აქედანაც რა მარცხნივ რო არის ნაცრისფერი ტაბი, აქ რო დააჭერთ მარცხნივ, პირდაპირ გიწევთ convert to GPT disk. ანუ ძალიან მარტივად რა. convert to GPT disks დააჭერთ, რომ უკვე convert ხვა ანუ დაკონვერტირება, დავაკონვერტიროთ GPT disk-ზე new volume-ის გარეშე და დაკონვერტირდა ესე ვთქვათ. ეხლა ეს დისკი არის დაკონვერტირებული და როცა უკვე არის დაკონვერტირებული, ხედავთ უკვე MBR-ზე გადასვლას ხოთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ყოფილიყო GPT, ამიტომ ტოვებთ ამას GPT-ს და აი მხოლოდ შემდეგ ვაკეთებთ new sample volumes რა.
new sample volumes შემდეგ დავაჭერთ მხოლოდ რაც ამას გადავაკონვერტირებთ და მერე უკვე აი new sample volumes დავაჭერთ აი ამ მენიუს ამოგიგდებთ აქ მისცემთ next აქ არაფერს არ შეცვლით next ისევ არაფერს არ შეცვლით next NTFS-ი ყველაფერი იგივე რაც აქ არის არაფერს არ ცვლით ისევ next და finish всё აგერ გვაქვს გამზადებული დისკი რომელიც არის უკვე რომელ რეჟიმში GPT-ში იმიტომ რომ MBR-ში გადაყვანა სიტყვას აი ეს უკვე ჩვენ გავამზადეთ ჩვენი Winchester ესე იგი SSD შეიძლება Winchester-ი იყოს თქვენი პრეფერენცია ეგ გამზადებულია Windows-ის გადასაყენებლად რა შეგვიძლია რომ თამამად ვიყოთ აი ეს დისკი რომელიც არის უკვე მაშინ რა ქვია GPT რეჟიმში So, აქ ჩვენ უკვე გავამზადეთ ყველაფერი BIOS-ში შესასვლელად, ანუ შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც კამერით გადავიღებ უკვე, თუ კი რაიმე ინფორმაცია ქონდათ, რა თქმა უნდა, უნდა გადაიტანოთ უსაფრთხო ადგილებში, რომელსაც არ აფორმატებთ, ხო? და სასურველია, რომ გადაიღოთ ხოლმე ფოტო რა, აი ამ hard drive-ებს, ასე ფოტო გადავიღოთ, მეც გადავიღებ სურათს. ფოტო გადავიღოთ, რომ არ დაგეკარგოთ, ანუ არ დაგეკარგოთ რა გეტყვით. ხლავე გადავღო, ანუ მეხსიერებები არ გამოგჭეთ. რა მაგალითად ეს დისკი და ეს დისკი გავს ერთმანეთს. აქ 223 გიგაბაიტი, აქ 218 და X სახელებით არ იქნება რა მოცემული C, D, E დისკები აღარ ეწერება. თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ რომელი დისკია და ამიტომ ფოტოს რო გადავუგებთ, ზუსტად გეცოდინებათ რომელ დისკზე რამდენი გიგაბაიტია თავისუფალი, რამდენიანია რომ იქ გაარჩიოთ ადვილად. ამიტომ წინასწარ ფოტო გადავუგეთ რა. So, ახლა უკვე მზად არის ყველაფერი გადასაყენებლად და დაგიბრუნდებით კამერით დავბრუნდები ერთ სიტყვით. დაგიბრუნდით მეგობრებო, ანუ ეხლა უკვე რასაც ჩვენ ვაკეთებთ, პირველ რიგში ჩავაერთოთ ჩვენი ფლეშკა, ეს ჩვენი hard drive-ის, ჩვენი Windows ფლეშკა. ჩავაერთებ ახლა მე ამას. აჰა. აი, ფლეშკაც ჩავაერთეთ კომპიუტერში უკვე, როცა იმ კონვერტირებას ყველაფერს მოვრჩებით. აი აგერ არის ესე იგი ჩვენ C დისკი, D, E დისკი და ეს დისკი სადაც ჩვენ მინდა რომ Windows-ში შევწეროთ და ბოლო აი ეს Windows-ის ფლეშკა რაც ჩავაერთეთ. კაი. აქ ყველაფერი წესრიგშია, როგორც გითხარით აუცილებლად შეინახეთ ინფორმაცია, ანუ რო იცით რომ აი აქ წერთ Windows, ხო, აი ამ new volume-ებზე პირობითად დაფორმატდება ეგ ყველაფერი წაიშლება და გადაიტანეთ სხვაგან რომელსაც არ დააფორმატებთ. ანუ არ არის აუცილებელი რომ ეს სამივე წაიშალოს, როცა Windows-ს აკეთებთ. ერთი საკმარისია და ეგ გაითვალისწინეთ. კაი. ეხლა უკვე უნდა გამორთოთ კომპიუტერი. ფლეშკა ჩაერთებულია, ეგ გაითვალისწინეთ. ფლეშკის ჩაერთების გარეშე არ გამორთოთ, უკვე უნდა იყოს ჩაერთებული. გამორთოთ კომპიუტერი. ხო, shutdown-ი. გაითიშოს ახლა დაველოდოთ. всё, გამოირთო კომპიუტერი და ახლა უკვე ჩავრთოთ და უნდა შევიდეთ BIOS-ში მეგობრებო, ეს არის delayed relax-ით გაკეთება. delayed relax უნდა დააჭიროთ, გასპამოთ, რომ BIOS-ში შეხვიდეთ. შეიძლება ლეპტოპებში სხვანაირად იყოს, კომპიუტერებში ძირითადად ყოველთვის delayed-ია ხოლმე რა. ანუ ეგ shortcut-ები რა, ანუ რომელი relax-იცაც შედის, განსხვავდება და მაგას მოვიძიებ ძირითადად და description-ში დავდებ რომელ პლატებზე და რომელ კომპიუტერებზე რა relax-იცაც შედის. ხო, და ანუ BIOS-ში უნდა შევიდეთ. აი ეს არის ჩემი BIOS-ი და რატო ვიძახი ჩემს. დედაპლატები არის ძალიან განსხვავებული ფირმებით, სერიებით და განსხვავდება ეს BIOS-ებიც, რა ჩემი გამოიყურება კონკრეტულად ესე. თქვენი შეიძლება იყოს სხვანაირი, კიდე ლეპტოპებში სხვანაირი და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო აქვთ ყველას boot menu, ანუ თუ ez mode-ში გაგიხსნათ, ანუ easy mode-ში გაგიხსნათ, როგორც მე გადაიყვანთ Advanced-ზე აუცილებლად, ზოგან შეიძლება mouse-იც არ იყოს და კლავიატურით მოგიწიოთ ნავიგაცია, ანუ Advanced-ში გადაიყვანთ აუცილებლად. და აი ყველა აბსოლუტურად ყველა BIOS და UEFI-ს, აი ჩემი ნახეთ UEFI BIOS-ია რო გითხარით ვიდეოში. რო აგიხსენეთ UEFI BIOS-ი არის. ზოგი შეიძლება მარტო BIOS-ი იყოს რა, UEFI არ კონდეს და გაითვალისწინეთ ეგ. მაგ შემთხვევაში გჭირდებათ MBR-ი, ხო, ეგ ხო გავიარეთ, ანუ თუ UEFI BIOS-ი არ გაქვთ, MBR-ზე უნდა ჩაწეროთ ფლეშკაზე Windows-იც და MBR-ი უნდა იყოს დისკიც, ხო?
ეგ გავითავისეთ ესე ვთქვათ. მოკლედ, როცა შევალთ BIOS-ში, აქ არის რამდენიმე ტაბი, რაღაცა advanced-ები, მონიტორი, ესენ ჩვენ არ გვინდა Windows-ს გადაყენების დროს ვეხებით მხოლოდ boot-ს და ეს boot-ი აქვს ყველას. ნუ მოკლედ fast boot-ი ჩართული უნდა იყოს, შეიძლება ეს setting-ი თქვენ არც გქონდეთ, USB support-ი ან პარტიალი ან full-ი თქვენზეა დამოკიდებული, არც არაფერ მნიშვნელობას არ აჭებს ეგ გაძლევთ. ანუ მოკლედ აქ ბევრი setting-ები არ გაინტერესებს თქვენთვის თავარი არის, რომ აი ეს boot option 1 და boot option 2, აი boot option პრიორიტეტები რო არის, დაალაგოთ სწორად. და სწორადში გულისხმობ რას, რომ პირველ ადგილზე უნდა იყოს თქვენი UEFI ფლეშკა. ანუ შევალთ hard disk priority-ში, hard drive priority-ში და პირველ რიგში აუცილებლად boot option 1-ში აუცილებლად ავირჩიოთ ჩვენს ფლეშკას, აი Kingston-ს. ჩემ შემთხვევაში ანუ ეს დრაივი არის Kingston-ის ფლეშკა და Kingston-ით მაგიტო არის რა. დარჩენილი ხა ეს Netaki და Samsung-ი და Seagate არის SSD-ები. და ფირმებით არის რა, რომელი ფირმის არის. ამიტომ ჩემი რა ფლეშკა არის Kingston-ის, აგერ Kingston-ის ფლეშკას ავირჩიოთ, სადაც Windows-ი გვიწერია, ხო რაც ჩავაერთეთ და всё, გამოვალთ აქედან. იდეაში მეორეზე შეგიძლიათ პირდაპირ ის ვინც SSD დააყენოთ Netaki-s, ანუ ის SSD, სადაც ჩვენ ჩაწერას ვაპირებთ, მე ჩაწერას ვაპირებ, არის Netaki-s SSD. აი ეს არის რა. ამიტომ შეგიძლიათ რომ მეორეში ეგაირჩიოთ, უკეთესია უფრო. გამოხვალთ ახლა აქედან escape-ით და აგერ უკვე დალაგდა, ხო? Kingston-ის ფლეშკა არის პირველზე. ოღონდ ერთი არის რომ თუ UEFI BIOS-ი გაქვთ და დისკიც, ანუ თქვენი დისკიც არის GPT-ზე და UEFI BIOS-ი გაქვთ, ეს UEFI უნდა დააყენოთ პირველზე. რა იდეაში სავალდებულო არ არის, მაგრამ მაინც მოდი იყოს ახლა ესე აღარ შევცვლიდათ, ანუ Kingston-ის ფლეშკა არის პირველზე და მეორეზე არის UEFI. დიდი ის არ არის აქ პრობლემა მაგაზე რა. ეხა არ დაგავიწყოთ რა თქმა უნდა შენახვა, ანუ ამას რო დააყენებთ, ანუ hard drive priority-ებში პირველზე რო ფლეშკას აირჩიოთ და მეორეზე SSD-ს, რომელზეც Windows წერთ, ან Winchester-ს, არ დაგავიწყდეთ ამის დასეივება აუცილებლად. აი ეგერ არის მენიუ, ეს ყველა BIOS-ს ექნება ჩემი აზრით, სადაც გეუბნებათ რომელი გლაკით სევდება, F10 არის ჩემთან, აგერ შეიძლება თქვენთან სხვა იყოს, ამიტომ შეხედეთ კარგად. ეხლა მე ამას დავასეივებ. აი ამომიგდო ეს რომ ნამდვილად გინდათ შენახვა და რესტარტებაო, კი Enter-ს დავაჭერთ და ეხლა უნდა შევიდეთ boot menu-ში. ყველა კომპიუტერში ისევ და პლატებზე სხვანაირად არის boot menu-ში შესვლა, ჩემ შემთხვევაში არის F8 გილაკით. ამიტომ F8 გავსპამე, ანუ სანამ დედაპლატის სახელი ეწერა F8 გილაკს სპამავდი კლავიატურით. და შემიშვა აი აქ. თქვენ შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს რა, ეგ დაგუგლეთ ხოლმე და მოიძიეთ ინფორმაცია თქვენ შემთხვევაში boot menu-ში რა გილაკით შედის. დედაპლატის სახელი ჩაწერეთ ხოლმე, ან თუ ლეპტოპია, ლეპტოპის სახელი ჩაწერეთ ხოლმე და იქ YouTube-ში და Google-ში აუცილებლად ეწერება რითი შეხვალთ თქვენ. ეხლა რა ხდება აქ? აი აქ არის ჩვენი მთელი hard drive-ები და უნდა ავირჩიოთ რომელიმე. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ გვინდა Windows-ის გადაყენება და Windows-ი სადაც გვიწერია აი ამ UEFI Kingston-ზე, ხო, UEFI Kingston-ზე გვინდა Windows-ი. Windows-ი ამაზე გვიწერია, აქედან უნდა გადაყენდეს და ამიტომ ავირჩევთ UEFI Kingston-ს აუცილებლად. ნუ რა თქმა უნდა, თუ თქვენ გაქვთ MBR-ზე ჩაწერილი ფლეშკაზე და MBR-ია დისკიც, UEFI-s გარეშე აირჩევთ, ხო? ეგ ხო შევთანხმდით მაგაზე. მოკლედ, ეხლა ავირჩევ UEFI Kingston-ს და დაველოდებით აქ. მეგობრებო, მნიშვნელოვანია რომ რომელიმე სტეპი არ გამოტოვოთ და რასაც გეუბნებით, კარგად მოусვინოთ რა განსაკუთრებით GPT და MBR-თან დაკავშირებით, თორემ მე არ მოგცემთ გადაყენების უფლებას და ხო რა. იდეაში რაღაცა short-საც გადავიღებ, YouTube shorts დავდებ რა არხზე და იქ იქნება კიდე მოკლედ და უფრო გასაგებად და სწრაფ ვიდეოში, მოკლე ვიდეოში ახსნილი მაგ MBR კოდში ვიდეო გამეთიშა. ერთი წამით გაითიშა. ხო, ანუ ვიდეოში დეტალურად იქნება, პირიქით მოკლედ იქნება ძალიან განხილული, როგორ შეგიძლიათ რომ ეგ გაარჩიოთ და რა უპირატესობები აქვთ მოკლედ.
შეგვიშვა ამან ეს არის უკვე Windows-ის გადაყენების setup-ი, ესე Windows-ს ვაყენებთ setup-ი არის ეს BIOS-იდან შევედით აქ და boot menu-დან და ნუ ახლა აქ Mera Drive-ზეც აგიტვირთეთ და რა ლინკიც მოგეცით. მან მაგ ISO ფაილიდან აქ ენები არ არის რა ბევრი. იდეაში როგორ უნდა შეცვალოთ ენა მაინც გასწავლით კომპიუტერიდან უკვე, მაგრამ აი აქ ინსტალაციის დროს ვერ ვერჩევთ რა. ამოსტოვებთ ყველაფერს იგივენაირად. Next დავაჭერთ, install now-ს დავაჭერთ. ძალიან მარტივია მეგობრებო გადაყენება, ძალიან. ხო. Activate Windows. ეს არის უკვე რაღაცა ფასიანი და რაღაცა თემი. მოკლედ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ლიცენზი პროდუქტის გთხოვთ, რომელიც ფული ღირს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. გააქტიურებას აი ამ ნაყიდი პროდუქტის გარეშეც გასწავლით Windows-ის გადაყენების შემდეგ. ამიტომ აქ უბრალოდ ეუბნებით, რომ I don't have product key და გაგვიშვებს ჩვეულებრივად. ხო, აქედან ვერსიას აირჩევთ, ეხლა თქვენთვის სასურველს, how many ბევრია. მე მომწონს უბრალოდ Pro და Pro-ს ვირჩევ და ყოველთვის Pro-ს ვაყენებ ხოლმე, ამიტომ ავირჩევ Windows 10 Pro-ს და დავაჭერ next-ს, ესე ვთქვათ. ხო. დავეთანხმებით წესებს და პირობებს, რა თქმა უნდა, აქ ჩამოსკროლავთ next. და აუცილებელია, რომ მეგობრებო, აქ აირჩიოთ custom install Windows only და არა upgrade. აუცილებლად მეორე აირჩიეთ. და აი შეგვიშვა. მე რო გითხარით წაყან, რომ სახელები აღარ ეწერება მეთქი ცილამდე, ხო? აი ეგრე არის ზუსტად ან C, D, E დისკები და F-ები ვაფშე არაფერი აღარ აწერია. აი აქ გვაქვს ჩვენ თელი hard drive-ები, ესე ვთქვათ რა, რომ რეებიც არის. ეხლა გვახსოვს, რომ games-ი რო ეწერა, ეს სახელი კი გადმოუტანია games-ების დისკს არ უნდა შევხებოდით. ეს ხო ამასაც გეტყვით ბარემ. ნახეთ პატარა მოცულობის ფაილებიც არის. ხედავთ, აი 50 მეგაბაიტიანი, 15 მეგაბაიტიანი. ამებს არ ვეხებით. არაფერში არ გვაინტერესებს ესენი, უბრალოდ თავისთვის არსებობენ. დავანებოთ ამათ თავი. ანუ ერთი დისკი ვიცით, რომ ფოტო რო გადავიღეთ, იქიდანაც ხო გვახსოვს, რამდენი გიგაბაიტიანი იყო, თავისუფალი რამდენი ქონდა. ეს ვიცი, რომ თამაშების დისკია, ამას არ ვეხები. მეორე დისკი ვიცი, რომ აი ეს 223 გიგაბაიტი და 64 როა თავისუფალი, ჩემი მთავარი Windows-ის დისკია. რომლის წაშლაც მე არ მინდა, მჭირდება ეს დისკი, ხო? მჭირდება ეს დისკი. და ამიტომ ამას არ ვაფორმატებ, ამას არაფერს არ ვეხები არანაირად. თან ნახეთ, ეს ხო ჩვენ MBR-ზე იყო ეს დისკი, რომ შევამოწმეთ. GPT-ზე ჩვენ მხოლოდ ეს გადავიყვანეთ, ხო, რომელზეც Windows-ის გადაყენება გვინდოდა. აი ეს new volume რა, რომ დავაფორმატეთ. ამაზე გვაძლევს next-ის დაჭერის უფლებას, ანუ გადაყენების უფლებას და აი ამაზე მეორე SSD-ზე, რომელიც MBR mode-შია და არა GPT-ში, ამაზე არ გაძლევს, ხედავ, გამუქებულია და ერორია ამოგდებული. ამიტომ იყო საჭირო აუცილებლად, რომ გადაგეყვანათ MBR-დან GPT-ზე, თუ ფლეშკაც GPT ფორმატში იყო ჩაწერილი რა. ეხლა ფლეშკა რო ყოფილიყო ჩაწერილი Rufus-დან რო ავირჩიეთ MBR mode-ში, პირიქით ამაზე მომცემდა გაჩაწერის უფლებას და ამაზე აღარ. მოკლედ რა. აგერ გვაქვს ჩვენი დრაივები და აი ეს უმჯობესია რომ წაშალოთ ხოლმე. ანუ კი არ ვაქცევთ ყურადღებას აი 50 მეგაბაიტია, 15 მეგაბაიტიას, მაგრამ წაშალეთ ხოლმე. delete გავუკეთეთ, არაფერი უსაფრთხო არის ყველაფერი. ოკეი, delete გავუკეთეთ ძალიან მარტივად და всё. არაფერი არ არის, წაიშალა. კი, ანუ აქ კი დარჩა, მაგრამ აქ სახელი აღარ უწერი არაფერი. მოკლედ რა. ეს არის ჩვენი თამაშების დისკი, რომელსაც მე ახლა არ ვეხები. ეს არის ჩემი მთავარი Windows-ის დისკი, რომელსაც ისევე არ ვეხები. ეს არის ჩემი Winchester-ის, სადაც ფოტოები მაქვს პირობითად შენახული, ამასაც არ ვეხები და აი ეს არის, სადაც მინდოდა Windows-ის ჩაწერა. Windows-ის ჩაწერა, სადაც მინდოდა და არის აი ეს დისკი. ამას ახლა დავაჭერთ პირდაპირ next და დაიწყებს, ესე ვთქვათ, გადაყენებას რა, ჩაწერას Windows-ის აი ამ დისკზე. You cannot create a new... ვაიცარავ ამარა დაწერა. ხო, არაფერი განსაკუთრებული. აიცა ერთი წამით. We cannot create a new partition or like a... Tomorrow sees this setup log files. მოდი აქ შეიძლება იცი რა დაჭირდეს, წაშლა დაჭირდეს. Delete-ი გავუკეთოთ.
და ხელახლა ჩამოვაყალიბოთ რა. აი ეს. აი ეს. ესე ანუ უბრალოდ წავშალე და ხელახლა ჩამოვაყალიბე რა. აბა ეხლა ვნახოთ რა სიზავს. ხო. აი უკვე მიდის Windows-ის გადაყენება რა. უბრალოდ წაშლა მოითხოვა. შეიძლება ექსტები თქვენ არც დაგჭირდეთ და თუ მაინდა-მაინც დაგჭირდათ, მონიშნავთ იმ drive-ს როგორც გავაკეთე და იმას იზავთ რა ქვია წაშლით, delete-ით და მერე მონიშნავთ ისევ და news დააჭერთ. ძალიან მარტივი პროცედურაა ეგეც რა, არაფერი არ არის განსაკუთრებული. ამან უკვე დაიწყო Windows-ის გადაყენება, copying files ready for installation, getting files ready to installation. მოკლედ, ამას გარკვეული დრო უნდა, ეხლა დავაპაუზებ ვიდეოს და გავაგრძელებ შემდეგ უკვე. აი თითქმის დასრულდა. ხო, აი შემდეგ ორ სტეპს ძალიან მალე ტოვებს ხოლმე რა. Installing updates და ესე ძალიან მალე ხდება ხოლმე. Finishing up. ხო, აი ამას რა მოგიგდებთ, გადარესტარდება 8 წამში. ამ დროს უნდა ამოაძროთ ფლეშკა. ანუ დააჭირეთ restart-ს და ეგრევე როგორც კი restart-ს დააჭერთ და ეკრანი გაშავდება, ფლეშკა რომელიც ჩაერთებული ჰქონდათ ამოაცალეთ. და დაელოდეთ ახლა უბრალოდ კომპიუტერის ჩართვას თავისით. არაფერი დაჭერა და გარფერი განსაკუთრებული აღარ უნდა. ეხლა უკვე თითქმის ავტომატურად შვება ძალიან ბევრ რაღაცას მინიმალური ჩარევაა ხოლმე ჩვენგან საჭირო ფლეშკის ამოერთების შემდეგ. ესე დაეწერება რომ starting services, getting devices ready რაღაცები. ამას გარკვეული დრო ჭირდება. აჰა. SSD-ების შემთხვევაში ბევრად უფრო სწრაფად ხდება რა. Winchester-ებს კიდევ უფრო მეტი დრო ჭირდებათ. არაფერს არ ვერევით, თავისით შვება ყველაფერს. ჯერჯერობით. ხო. Just a moment. აჰა. პირველ რიგში როცა ამ ყველაფერს მორჩება და ჩვენი ჩარევაა საჭირო, უნდა ვირჩიოთ ქვეყანა. Ну, რა თქმა უნდა, ხა ჯორჯია, ანუ რა ვიცი, სადაც ხართ. აგერ არის ჯორჯია. Yes. ძალიან მარტივად. აი, უმარტივეს პროცედურაა. ხო, კლავიატურა. Right keyboard for. Ну, ამერიკული, ინგლისური დავამატოთ, რა თქმა უნდა და კიდე ერთი დავამატოთ, add layout და იყოს ქართული, ხო, ან რუსული რავი, რომელიც გინდათ. მე მინდა ხა ქართული G alphabet-ის მიხედვით არის, აი Georgian Georgia, yes, next. ხო, QWERTY, ეს უნდა ერჩიოთ დამეჭერეთ. Add layout. Layout, თუ რა როგორც არის. აქცენტი მთლად ვერ ვარ კარგად. ველოდებით. ეხ არის ნეტვორკის ნაწილი და ამასში განსხვავება არის ლეპტოპებსა და კომპიუტერებს შორის. კომპიუტერებს ძირითადად აი ინტერნეტის კაბელია შეერთებული ჩემთან და მასე აღიქვავს, ლეპტოპებში Wi-Fi-ია ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და Wi-Fi-ს მოგთხოვთ, ანუ ეგ მარტივი მისახვედრია, მაგრამ მაინც გითხარით ნეტვორკის ნაწილში განსხვავებულია რა. იქ თქვენ Wi-Fi-ებს ამოგიდდებთ და თქვენი Wi-Fi რომელიც არის პაროლი უნდა შეიყვანოთ და დაკავშირდება, ანუ ეგ არის რა. დავალოთ ახლა. შეიძლება ერთი ვიდეო ლეპტოპზე გადაყენებაზე ცალკე ჩავწერა, იმიტომ რომ ცოტა რაღაცები მაინც განსხვავებული არის იქ BIOS-ში განსაკუთრებით.
დაიცოდეთ, რომ ახალი თაობის პროცესორებიან ლეპტოპებზე მე-11, მე-12, მე-13, მე-14 თაობის პროცესორებიან ლეპტოპებზე ესეთი ფორმით Windows-ი არ ყენდება, რომ იცოდეთ. ანუ ესე რა ჩვენ ასტებებიც გავიარეთ ამ ვიდეოებში, ვერ გადააყენებთ მას. სხვა რაღაცა მან საერთოდ და მაგას კიდე ცალკე აგიხსნით. ხო, personal use-ი რა თქმა უნდა სახლის კომპიუტერი, ახლა ორგანიზაციაში თუ არის ორგანიზაციას აირჩევთ. Personal use. ხო, ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაციაა თუ არანაირ account-ს არ შეიყვანთ აქ, არაფერს არ ჩაწერთ, აგერ გაქვთ option-ი offline account, ამას დააჭირეთ უბრალოდ და გამოგატოვებინებთ. Limited experience არ მოგერიდოთ, დააჭირეთ, არაფერი ამათი არ გინდათ, ზედმეტი option-ები და ხო, კომპიუტერს დაარქვით სახელი, რავი. მე დავარქმევ ახლა რავი ნიკას ჩემს სახელს დავარქმევ. აჰა. და მოდი ნიკა წინა, ანუ ჩემ თავარ დრაივზეც ნიკა მაწერია და მოდი აქ 2000 იყოს ნიკ 2000. всё, რომ გავარჩიო რომელია. Next. პაროლი თუ გინდათ დააყენებთ, თუ არ გინდათ პაროლი პირდაპირ next დააჭერთ და გამოიტოვება, თუ გინდათ დააყენება ჩაწერთ. მე არ მინდა ეხა პაროლი და next დავაჭერ პირდაპირ. ხო, not now. ეს რაღაცებს თავაზობენ კტენიან, არ გინდათ not now. ხო, აქ დავეთანხმოთ, ეხლა რა თქმა უნდა ყველა სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, except-ი აქ არაფერი არ შეცვალოთ. დასკიპეთ ესეც არ გინდათ, არაფრის მონიშნა, skip გავუკეთეთ პირდაპირ, რაღაცა სისრულეებია, ზედმეტი. და პრაქტიკულად თქვენი Windows-ი არის მზად. აქაც ცოტას დაველოდებით და leave everything to us რაღაც გაგებით სიმართლეა, თითქმის ყველაფერი ავტომატურად გააკეთა. всё. ესეც ჩვენი გადაყენებული Windows-ი fresh-ი და მორჩა ამით ეს ვიდეო, Windows გადაყენებულია, აგერ გვაქვს ფლეშკა, რომელთაც გადავაყენე. მოკლედ, შემდეგი ეტაპი უკვე არის პროგრამული უზრუნველყოფა Windows რო გადავაყენებთ, მერე აი ეს აქამდე ვიმბოლთ, მერე რას ვაკეთებთ და ეგ უკვე ცალკე ვიდეოს თემაა და ბოლო, ანუ მესამე ნაწილით დაგიბრუნდებით, რომ ეგ გავაკეთოთ, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა მოვახდინოთ Windows გადაყენების შემდეგ. всё, დაგემშვიდობებით, კარგად.